საქართველოს ბიზნეს სერვისების გლობალურ რუკაზე დამკვიდრებას ცდილობს ამ მიზნით თბილისში BPO სექტორის ლიდერების სამიტი გაიმართა. სამიტის განმავლობაში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქვეყნის შესაძლებლობებს და პოტენციალს გაცნობოდნენ. კონკრეტულად რამ განაპირობა საქართველოში სამიტის ჩატარება, რა სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას და რა შედეგებს ველოდებით. სტუმართან ნაწარმოები საქართველოში დირექტორის მოადგილესთან თორნიკე ზირაქიშვილთან ერთად განვიხილავთ თემას. მოგესალმებით თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. მადლობა დაბადებისათვის. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ ჩვენი მაყურებლისთვის, ფართო საზოგადოებისთვის, მოდით განვმარტოთ ეს სამსაუკუნის მონაპოვარი, შეიძლება ასეთ შევაფასოთ, BPO სექტორი ბიზნეს სერვისების და პროცესების დისტანციურად მიწოდება. რას ნიშნავს და რა ბენეფიტები ახლავს მას? ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ თუნდაც 10 წლის წინ რომ საქართველოს შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ ლიდერად რეგიონში და მის მიღმა სერვისების მიწოდების ნაწილში. რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ეს არის დისტანციურად სერვისების მიწოდება სხვადასხვა უცხოური ტოპ წამყვანი კომპანიების. მაგალითად რომ მოვუყვანოთ, თუ რეკავს ადამიანი გერმანიიდან ბუკინგში და ცდილობს რომ რაღაცა გაარკვიოს, ეს არის შეიძლება გახორციელოს სწორედ საქართველოში. ეს რა თქმა უნდა პრიმიტიული მაგალითია, მაგრამ ცოტა უფრო სხვა და უფრო მაღალი დონის კომპლექსური მაგალითი რა ვიღოთ, შეიძლება კომპანიამ თავისი ფინანსური ბუღალტრული ან სხვა თლიანი პროცესი გამოიტანოს და ის გააკეთოს დისტანციურად საქართველოდან. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ქმნის ქვეყანაში სამუშაო ადგილებს, რომელიც ათასობით არის დღეს და ეს ყველაფერი მოხდა უკანასკნელი წლების განმავლობაში და ამას ერთად ეს ქმნის მაღალ ანაზღაურებად მაღალი პოტენციალის მქონე სამუშაო ადგილებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოპ კომპანიები უკვე ოპერირებენ საქართველოში და საქართველო უკვე გაჩნდა ამ რუკაზე როგორც ერთ-ერთი წამყვანი ლოკაცია. და საქართველო ყალიბდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ ჰაბად, ხომ ასეა ამ მიმართულებით, რაც გახდა ალბათ მიზეზი იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამიტისთვის ემასპინძლა ჩვენს ქვეყანას. რომ გაგვიზიაროთ, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რა მოლოდინები გქონდათ, რა მიზნები დაისახეთ და როგორია შედეგები? საკმაოდ თანმიმდევრული იყო ჩვენი მიდგომა თავიდანვე ამ სექტორთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომ ინდივიდუალურ დონეზე ვმუშაობთ კომპანიებს, თუმცა კომპანიებთან მუშაობის მიღმა ჩვენ ვსწავლობთ, რომ ყველა შესაძლო ადგილას, სადაც შეიძლება რომ ინვესტორმა მიაკვლიოს ამათო ინფორმაცია საქართველოს შესახებ, იყოს დაინტეგრებული სწორი და რეალურად კონკურენტუნარიანი ინფორმაცია. ესე ჩამოყალიბდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობები იმ ადამიანებთან, ვინც ახლა გვესტუმრან უკვე სამიტის ფარგლებში, უკვე მეოთხეჯერ იმართება ეს სამიტი საქართველოში და ყოველ წელს ხდება ახალი და ახალი კომპანიების და ახალი ადამიანების და ექსპერტების ჩამოყვანა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს წენს როგორც დამატებთ ნდობას ქვეყანასთან მიმართებაში, ასევე უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ახალი პროექტების დაიგეგმა სწორედ ამ სამიტის ფარგლებში, იმიტომ რომ დადებითად განცვიფრებული აღმოჩნდნენ კომპანიები, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობებია ამ ქვეყანაში, რამდენად განვითარებული კომპანიები კოოპერირებენ და უკვე რამდენს მივახცეთ ამ მცირე დროში ამ სექტორთან მიმართებაში. უფრო მეტი კონკრეტიკა შემოვიტანეთ ჩვენს საუბარში, რას გვეტყვით სტუმრებზე, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ და რომელი კომპანიის წარმომადგენლები, რადგან საუბრობთ, რომ ძალიან წარმომადგენლობითი იყო ეს სამიტი და ასევე ახსენეთ თქვენ, რომ განცვიფრებულები დარჩნენ. რაიმე კონკრეტული მიზანი თუ დაისახეს უკვე ჩვენს ქვეყანაში ოპერირებისთვის? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 16 კომპანია იყო მონაწილე ამ სამიტის, 10 სხვა ქვეყნიდან იყვნენ ისინი ჩამოსულები, ყველა იყვნენ მაღალი დონის დირექტორი და შესაბამისი დონის წარმომადგენლები, ან მათ შეუძლიათ რომ გადაწყვეტილებები მიიღონ ამ კომპანიებთან დაკავშირებით. რაც მნიშვნელოვანი არის, რომ მათი განცვიფრება რასთან დაკავშირებით იყო, რომ რამდენად ადვილია ბიზნესის კეთება ქვეყანაში, რამდენად ხელმისაწვდომია საგადასახადო რეჟიმის სიმარტივე, რამდენად მარტივად დაარეგისტრო კომპანია, რამდენად ხელმისაწვდომია, რომ სამუშაო ძალა იყოს კვალიფიციური და ეფექტიანი მის სამუშაო რეჟიმში და რამდენად ჯამში ეს ყველაფერი შეთავაზება მათ შეუქმნით, რომ იყოს უფრო ხარჯეფექტური მათი ოპერირება ქვეყანაში. და ამას ამბობდნენ, რომ ჩვენ ამაზე ინფორმაცია ამ ეტაპამდე არ გქონდა და რეალურად ძალიან კონკურენტული შეთავაზება აქვს ქვეყანას. ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა მთავარი მნიშვნელობის საგანია. უკვე ვიცით, რომ 2-3 მათგანი უკვე დღევანდელი მდგომარეობით განიხილავს საქართველოს როგორც საინვესტიციო ლოკაციას, რომ მან შექმნან გახსნან კომპანიები და დაიწყონ უკვე ოპერირება. და გარდა ამისა, უკვე რაც არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი, ეს არის ტოპ 5-ში შემავალი კომპანიები უკვე ოპერირებენ ჩვენთან. მოდით ამაზე ვისაუბროთ, როგორ მოახერხეთ მათთან პირველ რიგში კონტაქტზე გასვლის შემდეგ უკვე მათი დაინტერესება, რა არის ის უპირატესობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც იზიდავს მათ ჩვენს ქვეყანაში და როგორია უკვე მათი ოპერირების პროცესი?
რა თქმა უნდა, ეს პროცესი გრძელდება წლების განმავლობაში, ისინი იწყებენ ჯერ პატარა კომპანიებით რეალურად და შემდეგ ხდება მათი განვითარება. ანუ კონცენტრიქსი და ტელეპერფორმანსი ორი დიდი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში, ეს კომპანიები დაიწყეს თავის ოპერირება პატარა 100-150 ადამიანით და დღეს უკვე სახეზე გვაქვს, რომ ისინი ათასობით ადამიანს ასაქმებენ საქართველოში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათთან დაკავშირება ხდება ინდივიდუალურ რეჟიმში, ან ჩვენ ვიცით, რომ ისინი შევეყოს პოტენციალური კომპანია, რომელიც ჩვენ დავაინტერესოთ, ხდება ინდივიდუალური კომუნიკაცია, ვიცით მათ როგორი შეთავაზება უნდა გაუკეთოთ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, რა სახის მასალა უნდა ვანახოთ, რომ მათი დაინტერესება მოხდეს. შემდეგ როგორც წესი ხდება თითოეული ვიზიტი, როგორც წესი 2 ან 3 ვიზიტს მოიცავს ხოლმე, რომ მათ ნახონ ადგილზე მდგომარეობა და ამასთან ერთად პარალელურ რეჟიმში მიდის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა. დაახლოებით წელიწად ნახევარი ჭირდება თითოეულ კომპანიას, რომ მივიდეთ გადაწყვეტილებამდე, თუმცა რა თქმა უნდა, შედეგიანობის ნაწილში სახეზეა, როგორც ვთქვით, ათასობით ადამიანის დასაქმება საკმაოდ მაღალ ანაზღაურებულ პოზიციაზე და ამასთან განვითარებად პოზიციებზე. ანუ ჩვენ ვხედავთ უკვე, რომ ტოპ მენეჯმენტის ნაწილშიც უკვე ამ კომპანიებში უკვე ვხედავთ, რომ საქართველოს წარმომადგენლები უკვე არიან ესეთ ლოკაციებში და ესეთ კომპანიებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ბატონ თორნიკე, რა არის ის უპირატესობები, რაც თქვენ გეხმარებათ ინვესტორებთან კომუნიკაციაში? იქნება ეს საკანონმდებლობაზე, თქვა ბიზნესის კეთების პირობები, რას გაუსმევთ ხას, რა არის ის მთავარი ბულეტები, აქცენტები, რასაც თქვენ ასე ვთქვათ, ეჭიდებით ინვესტორებთან ურთიერთობის დროს? ინვესტორის კუთხით ყველა საკითხს აქვს მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუმცა რა თქმა უნდა არის გარკვეული სახის პრიორიტეტიზაცია. პირველ რიგში ძალიან გასაცვიფრებელი მათთვის არის და რაც იწვევს ყველაზე მეტ ეფექტს არის რამდენად მარტივია საქართველოში ბიზნესის კეთება. ჩვენც ვამბობთ, რომ შეგიძლია კომპანია დაარეგისტროს ერთ დღეში და ამას რეალურად პრაქტიკულ დონეზე სინახულობენ, რა თქმა უნდა ეს საკმაოდ დადებით ემოციებს იწვევს მათში. მეორე რა თქმა უნდა არის საგადასახადო რეჟიმი. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი საგადასახადო რეჟიმი, რაც რა თქმა უნდა ეფექტი ანსხდის მათთვის, რომ ოპერება გააკეთონ უფრო ხარისხიან და უფრო კარგ ლოკაციაზე. ამასთან ერთად არის სამუშაო ძალზე წვდომა. საქართველოს ჩვენ გვაქვს სახეზე ის, რომ 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა იცის უცხოენები და როგორც წესი იცის არაერთი უცხოენა, რაც რა თქმა უნდა ამ სახის ბიზნესისთვის არის ძალიან მომგებიანი. რაც აღმოსავლეთ ჩვენთვისაც ძალიან დიდი პლუსი და დამატებითი ეფექტი არის, რომ სექტორულად უკვე მაგალითად ფინანსური მმართველობით სადაზღვევო სექტორში, HR იქნება თუ სხვა, აქაც აღმოგვაჩნდა საკმაოდ დიდი ექსპერტიზა და კომპანიებმა დაიწყეს თუ ეს იყო მარტივი აქამდე სასაუბრო ნაწილში ან წერილობითი პასუხები მომსახურების დონეზე უკვე დაიწყეს, რომ ფინანსური, საბუღალტრო, სადაზღვევო და სხვა საქმეების გადმოტანა საქართველოში, რომ საქართველოში უკვე განახორციელონ ეს პროცესები, რადგან პოულობენ მათთვის შესაბამის კარგი რაოდენობის ხარისხიან თანამშრომლებს ამ მიმართულებით. საინტერესო ყველაზე მეტად მაინც რომელი მიმართულებით არის დაინტერესება, რადგან ადგილობრივად ბაზა არის საკმაოდ სულ. კომპანიებმა დაიწყეს საქართველოს შემოსვლა, იმიტომ რომ გერმანულენოვანი არის ძალიან მოთხოვნადი ამ სფეროსთან მიმართებაში. თუმცა დღეს უკვე სახეზე გვაქვს, რომ 7 სხვადასხვა ენაზე ხდება საქართველოსთან მიწოდება. ამასთან ერთად იგივე შეგვიძლია ვთქვათ სერვისების ნაწილში. თუ დავიწყეთ 1 ან 2 სერვისიდან თავიდან დღეს გვაქვს უკვე სახეზე, რომ 7 ან 8 სახეობის სხვადასხვა სერვისის მიწოდება ხდება საქართველოსთან. ამიტომ ჩვენ კომპანიებს სულ ურჩევთ, რომ საქართველოს არის ერთი მონომიმართულების ვთქვათ ლოკაცია. აქ შეგიძლია შენ გააკეთო როგორც სხვადასხვა ენოვანი მიწოდება, ასევე სხვადასხვა სერვისის მიწოდება და სწორედ ეს დაგვიდასტურებს კომპანიებმა, რომ მათთვის ეს იყოს საინტერესო, რომ რეალურად ჰაბი რომ გააკეთონ მათ როგორც ენის ფარგლებში სხვადასხვა ენოვანი და როგორც სერვისის ნაწილში სხვადასხვა სერვისის მიწოდების, ამის ორივე შესაძლებლობა არის და ისინი განსხვავებული იყვნენ თუ რამდენად ხარისხიანი, რამდენად თანამედროვე მეთოდებით იყვნენ წარმოდგენილი ის კომპანიები, რომელიც საქართველოში ოპერირებენ უკვე. მოთხოვნა მიწოდების ბალანსი რამდენად არის დაცული ამ დროისთვის, რომ გითხრათ და ინვესტორების დაინტერესების ფონზე პოტენციალი რას აჩვენებს? ესეთი სექტორია, რომ რეალურად რაც მეტი შეგიძლია რომ მიაწოდოს სამუშაო ძალა, მუდმივ რეჟიმში მათ აქვთ ვაკანსიები და ისინი მუდმივ რეჟიმში ითხოვენ ახალი თანამშრომლების აყვანას. ამიტომაც ეს პროცესი მუდმივად გრძელდება და ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით კომპანიებს, რომ ამ ეტაპისათვის არის იმის საშუალება, რომ თქვენ გაიზარდოთ, ამ ეტაპისათვის არის საშუალება, რომ ახალი თანამშრომლები აიყვანოთ. ამიტომაც ძალიან კარგი ბალანსი გვაქვს ჯერჯერობითაც უყურებთ და ეს არის სფერო, რომელიც განაგრძობს გაზრდა საქართველოში. კი ბატონო და სწორედ აი ამ დადებითი მუხტის ფონზე მინდა გკითხოთ რა გეგმები აქვს სააგენტოს რეალურად თქვენ ხართ ხომ ასე ამ ყველაფრის შემოქმედი ჩვენს ქვეყანაში რა გეგმები გაქვთ მეოთხედ ჩატარდა სამიტი როდის იქნება მეხუთე და გარდა ამისა რა არის ის სიახლეები რაც უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით კი ბატონო, ნამდვილად შეგვიძლია უკვე დავადასტუროთ, რომ მეხუთე სამიტი იქნება მომავალ წელს, ეს უკვე გახდა ტრადიცია ერთგვარი და სექტორში იმდენად თქვა გახმაურდა ეს სამიტი, რომ უკვე იქით გთხოვენ კომპანიები, რომ თუ შეიძლება შემდეგი სამიტის ფარგლებში მეც ვიყო გათვალისწინებული, რომ ჩამოვიდე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სექტორი ერთმანეთში საუბრობს, ექსპერტები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას და ესეთი დადებითი სიგნალები სხვა კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ კომუნიკაციას სხვადასხვა მედია არხების საშუალებით, მედია არხები როგორც არის Bloomberg, Reuters, Economist და სხვა აქ ნახავთ უკვე
ჩვენ შესახებ სტატიებს წლის განმავლობაში. ინდივიდუალურ რეჟიმში კომპანიებთან მუშაობა არის ყველაზე, თქვათ, მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი საქმიანობის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გაფელტრული და ვიცით ამა თუ იმ სექტორში რომელი კომპანიები არიან მოწინავე, ვის უნდა ვეკონტაქტოთ, ვის უნდა ვემუშაოთ და ინდივიდუალურ რეჟიმში მათთან მიდის ამ ინფორმაციის გასვლა. ამიტომაც შესაბამისად მომდევნო წლებში ჩვენ უკვე ვნახავთ სხვა კომპანიების შემოსვლასაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ცალკე მიმართულება, სადაც მუშაობთ ასოციაციებთან და ბაზებთან, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია იყოს მუდმივ რეჟიმში განახლებული, მუდმივ რეჟიმში კონკურენტუნარიანი, რომ ჩვენ ვანახოთ რეალურად ინვესტორებს, რომ სადაც არ უნდა ნახო ინფორმაცია, ყველგან საქართველოს შესახებ არის სწორი და კონკურენტუნარიანი ინფორმაცია. და თორნიკე ასევე შეგეკითხებით ბოლო და ამით დავასრულოთ. საინტერესოა ქვეყნები და სექტორები, თუ გაქვთ რაიმე სამიზნე განსაზღვრება ამ მიმართულებით. ჩვენი მიდგომა არის თანამედროვე სტანდარტთან შესაბამისობაში. ასე გულისხმობთ ამ შემთხვევაში, რომ იმის მაგალითად ჩვენ წავიდეთ ქვეყანა და ავირჩიოთ სექტორი, ამის მაგალითად ჩვენ ჩავანაცვლოთ ეს მიდგომა და წავედით კომპანიებზე, იმიტომ რომ რეალურად კომპანიებსაც ჩვენ ვმუშაობთ, ისინი არ წარმოადგენენ მხოლოდ ერთ ქვეყანას. როგორც წესი ეს კომპანიები არიან უკვე გლობალური საერთაშორისო მასშტაბით. მათ წარმომადგენლობა აქვთ 5-7-10 ქვეყანაში. ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გავსულიყავით სწორ კომპანიებთან სწორ კომუნიკაციაში. ამიტომაც თუმცა ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს სექტორულად, ჩვენ ვარჩევთ ტოპ კომპანიებს, რომელსაც შემდეგ ფილტრავთ მათი ლოკაციების მიხედვით და უკვე ვიცით, რომ ამ კომპანიის უფრო რეალისტურია და უფრო სწორია, რომ საქართველოში თავაზება გავაკეთოთ, ვიდრე თქვათ კომპანიის, რომელიც შეება მარტო ერთ ქვეყანაში ოპერირდეს, იმიტომ რომ მას არ აქვს შეიძლება ის უნარი, რომ უცებ გამვითარდეს სხვა ქვეყანაში. ამიტომ არის, რომ რეალურად ჩვენი შედეგიანობის მაჩვენებელიც გაუმჯობესდა, რომ უკან წლების განმავლობაში თითქმის 30 სხვა პროექტი შემოვიტანეთ და მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა სწორედ ჩვენი ხელშეწყობით და ალბათ ეს ამართლებს იმას, რომ ჩვენ მქონდა სწორი მიდგომა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მიდგომა უკვე იმდენად პოპულარული გახდა ჩვენ რეგიონში და მის მიღმა, რომ ჩვენ გავხდით კონსულტანტები და სხვა ქვეყნებს უზიარებთ, რა გავაკეთეთ ჩვენ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სწორად, რომ ესეთი შედეგები დავდეთ ესეთ მოკლე დროში. ბატონო და ჩვენი ქვეყანა მოიხსენიება როგორც რეგიონული ჰაბი BPO სექტორის მიმართულებით და ეს პროცესი არის მზარდი, რაც არის ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო ინფორმაციისთვის. მაყურებელს შევახსენოთ ბიზნეს სერვისების და პროცესების დისტანციურად მიწოდების თემაზე აწარმოე საქართველოში დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში.